სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისასმინისაითა ჩვენთან არის ღმერთი. თქვენ იცით რომ ეკლესია არის გადარჩენის სახლი. ოღონდ გადარჩენა ნამდვილი გადარჩენაზეა საუბარი. ვერც ერთი ხორცი ვერ გადარჩება, ვერც ერთი ადამიანი ვერ იცხოვრებს ხორციელად, მარადიულად, მაგრამ სულიერად იცხოვრებს ადამიანი მარადიულად. ეკლესია არის სწორედ ის სახლი, რომელიც არის სახლი გადარჩენის. ასეც სახელდებენ მას ერთ-ერთი განმარტება ესეთი არის, რომ ეკლესია არის სახლი გადარჩენის. მაგრამ დავსვათ ჩვენ კითხვა, რომ თუ ეკლესია არის სახლი გადარჩენისა და მეტნაკლებად ადამიანმა იცის, რომ ან უნდა გადარჩეს და ან უნდა წარწმდეს, მეტნაკლებად, ხო? რატომ არ მოდიან ადამიანები ეკლესიაში? ერთ-ერთი ამის მიზეზად ისინი გეტყვიან შენ იმ საქართველოს ეკლესიის და საქართველოს მტრების ჭყალებში ნაღვაწ იმ ღვარდს, რომელიც მათ დათესეს ადამიანებში და რომელიც იმდენად დიდი სტრესია, კარგი, ჩემთვის სხვა მხრივ არის სტრესი, მაგრამ უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელსაც უნდა რომ გადარჩეს, რომელმან აუცილებლად იცის, რომ ეკლესიაში უნდა მოვიდეს, რომ გადარჩეს, ხო? იმხელა სტრესი მიაყენეს ადამიანებს, რომ ვერ გამოდიან აი ამ მდგომარეობიდან და ვერ მოდიან ეკლესიაში. ბევრი ადამიანი ვიცი, რომ დადის და ამბობს, რომ აი ვეძებ მოძღვარს. საერთოდ როცა მოძღვარს შეხედავ შენ მისი მცირედი მოძრაობაც კი გაზომილი არის. აი მოძრაობაც კი იზომება ღვდლის, ადამიანი ღვდელს რო უყურებს, არა თუ საქმე, არამედ მისი მოძრაობა, ყოველი სიტყვა. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ჩვენ ძალიან ნერვიულობ, ძალიან განვისდით. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვეულებრივად კიდეც რაღაცა ხუმრობთ, მეგობრობთ ადამიანებთან, რაღაცა ხანდახან შეიძლება ადამიანს არ მოეჩვენოს კარგად და თქვას, რომ აი ის მოძღვარია და ესე იხუმრა და ესე მოიქცა, ხო? და რომ ეკლესია არის გადარჩენის სახლი, ამას იცოდეთ თქვენ, რომ ვერაფერი ვერ დააბრკოლებს. დღევანდელ სახარებაში მოთხრობილია ყველაზე დიდი მიზეზი, ყველაზე დიდი საქმე, ჭყალებში ოღონდ საქმე ეშმაკისა, რომელსაც იგი აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანი არ მოვიდეს ეკლესიაში. ეს არის ის, რომ მას გაულანძღოს მოძღვარი. მეორე, ესე იგი, საქმე ესეც ჭყალებში ეშმაკის ის არის, რომ მოძღვარს, ესე იგი, ჩაადენინოს ისეთი რამ, რომელიც მას გალანძღავს. ორივეს აღწევს, გარკვეულ მომენტებში ორივეს აღწევს, მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რამ თქვენ. დღევანდელი სახარება ეს შინაარსია და იმიტომ გესაუბრებით ამას. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ თქვენ შეიძლება დაინახეთ მოძღვრის შეცდომა. თუ ამ შეცდომას მასიური სახე აქვს და ეს მოძღვარი არ იქცევა ისე როგორც მოძღვარი, ამ შემთხვევაში კონკრეტულად გება საკითხი, მრევლი რო ხარ შენ, უნდა მიხვიდე ან შენ მოძღვართან, ან ეპისკოპოსთან და უნდა დადგეს საკითხი. თუ ესე არ არის და შენ დაინახე, რომ ადამიანს რაღაცა შეეშალა ერთხელ, ხო? მერე მით უმეტეს მოდის და პატიებასაც ითხოვს, შენდობასაც ითხოვს. მე გაგახსენებ თქვენ, ჩვენი პირველი შეხვედრები იყო, როდესაც გითხარით მე თქვენ. გაგახსენდებათ ეხა, რომ მე გითხარით თქვენ, რომ შეუცდომელი არავინ არ არის, მე გაგახსენეთ თქვენ ქართული სიბრძნე, მოყვარეს პირში უზრახე და მტერს პირს უკანაო, ეს ძალიან დიდი სიბრძნეა. მოყვარეს პირში უზრახე და მტერს პირს უკანაო. ანუ ვისაც შენ პირს უკან განიკითხავ, ის შენ მტრად დაგისახია. და მე თავიდანვე გითხარით თქვენ, რომ თუ როდესმე მე არავინ არ არის შეუცდომელი, კიდევ ერთხელ ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი შეცდომებისგან, რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ მნეები ვართ, მნე იცით რა არის? აი დღევანდელ სამოციქულოში ამბობს პავლე მოციქული, რომ ჩვენო მნეები ვართო, სხვისი ქონები, სხვისი სამწყსოს გამკარგავები ვართო. და თუ კი აი ამ სამნოს ეხება და თუ კი ამ შემთხვევაში იქცევა ცუდად მოძღვარი და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას აქვს მასიური სახე მიღებული, ეს არა, მაგრამ თუ კი რაღაცა სიტყვაში შეეშალა, თუ კი რაღაცა შეიძლება ვერ მოიქცა ისე, თუ კი შეიძლება
მე ძალიან კარგად ვიცი და შენდობის დღეს ყოველთვის ვახსენებ ამას. ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ შორის უმეტესობა მეტ სითბოს და მეტ ყურადღებას ითხოვს ჩემგან და ზოგადად მოძღვრისგან. ესე არის, მეც ესე ვარ. ზოგადად ესე არის. ზოგადად რო დაუფიქრდეთ მამისგან, აი რაც არის, აი უყურეთ, მამისგან სულ რაღაცას ელოდები, ხო? და შენ არ გახსოვს ის, რომ შენგანაც რაღაცას ელოდება მამა. და დღევანდელ დღეს ესე იგი სახარებაში უფალი ჩვენი და მაცხოვარი იესო ქრისტე მოგვითხრობ ჩვენ და მოძღვრავს და გვასწავლის რომ მოსეს აღდარზეო დასხდნენ წიგნობრები და ფარისევლებიო. მოსეს აღდარი ეს არის. ეს უმაღლესი ადგილი, ეს საშიში, ეს შესაძრწუნებელი, აი სადაც ახლა მე ვდგევარ. ცეცხლია აქ. აი ამ საღდარზეო დასხდენო წიგნობრები და ფარისევლებიო. მე აი ისტორიულად რო გითხრათ ეს წიაღსვლა როგორ იყო. ქრისტე რომ მოვიდა, ჟულის მასწავლებლები იყვნენ წიგნობრები და ფარისევლები, მაგრამ ვინაიდან და რადგან მათ შურის გამო ქრისტე ვერ იცნეს და ქრისტეს დევნა დაუწყეს, ის ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი სექტა. ფარისევლები, წიგნობრები, სადუკევლები, ხო და მიუხედავად ამისა, უფალი თავის პირადულს, აი უყურეთ რას გვასწავლის, თავის პირადულს, ის რომ მას განიკითხავენ, მას ლანძღავენ, უკანა პლანზე გადაწევს და მიმართავს სამწყსოს. გესმით თქვენ? თქვენ გეუბნებათ, რომ თქვენ ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ აქ ხედავთ ვინმე დაუშვათ იყოს ისეთი, რომელიც არ შეეფერება ამ ადგილს და ვაი არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ღმერთმა ანგელოს არ მისცა იმდენი ხელმწიფება და მადლი და ძალა, რაც მისცა ადამიანს. ეს ჩვეულებრივ ერთ მოკვდავ გლახაკ ადამიანს. აი მაგალითად როგორიც მე ვარ. გეუბნებით, რომ ესე იგი არც ერთ მეფეს, არც ერთ თანამდებობის პირს ამ ქვეყნიერებაზე არავისთვის არ მიუწია ქრისტეს ის ხელმწიფება, რომელიც მისცა სამღვდელოებას. ამიტომ მე მინდა დღეს გითხრათ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი ახლა თქვენ შეიძლება თქვენ ფაქტიურად ჩვენ უკვე 10 წელია ერთად ვარ და თქვენ მე მიყურებთ ახლა და მე ახლა თუ რაღაცა შემეშლება მართლა მოხვალ და მეტყვით, ხო? მაგრამ მე ვიცი ძალიან კარგად, რომ უამრავი ადამიანები არიან, რომლებიც ვერ გამოდიან აი ამ სტრესიდან. თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე, რომელიც არის ეპოქალური პიროვნება, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ეპოქა შექმნა, როგორი ესე იგი აი საშინელი იყო, აი პირდაპირ ეშმაკის თავდასხმა იყო პირდაპირ. და ნუ რაღა უნდა თქვა საღვთელოება, მაგრამ მეორე კიდე ესეც გითხარით, არაფერი დასამალი არ არის, შეიძლება მართლაც წააწყდეთ ესეთ რაღაცას, მაგრამ ბოლოს გეტყვით, უბრალოდ წმინდა სერაფიმ საროველი გმოძღრავს და გვეუბნება, რომ ვინცო მოძღვარი განიკითხოსო, მისი ტვირთი კონდესო. და თქვენ ვერ ხედავთ, თქვენ არ იცით. აი წმინდა სერაფიმ საროველი ჯოხი რო უჭირავს ხელში, აგერ ზემოთ რო ხატი არის. ხო და თქვენ არ იცით, ამიტომ როდესაც ღმერთზე უბრალოდ აზრი მოგივათ, რა თქმა უნდა, ჩემზე არა, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და გვართ მამაშვილურად და დედაშვილურად და მეგობრულად და რა ვიცი ახლა, არ ამგონია რომ ჩვენში რაღაც ესეთი რაღაც იყო, მაგრამ ზოგადად აი ღმერთი რო დაინახოთ სადმე წაქსეული რო დაინახოთ, ხო, ენა ნუ მოგიტრიალდებათ, გონება თქვენი ნუ გაივლებს თავში მის განკითხვას, იმიტომ რომ ის წამოდგება შეინანებს, აი თქვენ ხედავთ მის შეცდომას, მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ მის სინანულს, თქვენ ვერ ხედავთ, თქვენ არ იცით რა საიდუმლოა სინანულის საიდუმლო. აქ ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, რაღაცა თუ თქვენი ცოდვები იყვნენ ღებილი, ვითარცა თოვლი განვასპეტაგონე. უფალს ძალუძს, რომ ადამიანი აბსოლუტურად განწმინდოს და დააყენოს ისევ მადლში და ისევ მხარესში. ამიტომ დღევანდელ დღეს ჩემო ძვირფასებო მივიღოთ ეს სწავლება, უბრალოდ სახარება გვასწავლის ამას და სახარება მოძღვრავს, რომ მოსეს საყდარზე ვინც არის მოусმინოთ. თუ დაინახავთ ამას ამბიონიდან ცუც არავინ არ ქადაგებს, ხო? ამიტომ უფალი ამბობს, რომ რასაც გეუბნებიათ ყავთ, მაგრამ მათ საქმეებს თუ შენ ის საქმე არ მოგწონს, ნუ ეზიარებ და საყვარელო, შენი გადარჩენის საქმე ამით არ დაბრკოლდება. რაც არ უნდა იყოს, ის ვინც არ უნდა იყოს, შენ თუ მოხვალ, შენ ახსარებას ეტყვი მას და ის მოგცემ შენდობას, შენ შენდობილი ხარ.
და სხვა საიდუმლოებები, რომელიც ღვთლის გარეშე ეკლესიაში უბრალოდ ეპისკოპოსი არის, ეკლესია არის ეპისკოპოსი, ამას ესე ამბობს წმინდა კვიპრიანი კართაგენელი და მის მიერ ხელდასმული მღვდელი, რომელსაც ეს ხელმწიფება აქვს მიცემული. ამიტომ დღევანდელ დღეს ამით დავიმოძღვროთ. რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს. მე გირჩევ და მე მოძღრავ და მე გასწავლით, რომ არ გინდათ. ნუ განიკითხავთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიმძიმეა. მე გირჩევთ ესეთ რამეს, რომ როცა დაინახავთ ესეთ რაღაცას, ის ჯვარი გადაიწერეთ და თქვით, უფალო, მე ჩემი წყალი და იგიც. და რომ იცოდეთ, უფლის მადლმა რომ ჩვენ ხელი გაგვიშვას, რომელ უბშკულში გადავიჩეხობოდით, არავინ არ ვიცით. ამიტომ საერთოდ განკითხვა კიდე იცოდეთ, არა მარტო სასულიერო პირი, ზოგადად განკითხვა არის, ესე განკითხვა არის შედეგი ამ პარტავნების, ხო? ადამიანი, რომელიც სხვას განიკითხავს, აუცილებლად დაეცემა, აუცილებლად ჩავარდება ცოდვაში. შეიძლება საქმით არ განიკითხავდე, მაგრამ გონებით, რაღაცა ფიქრით, ხო? აუცილებლად ჩავარდება, როგორც აი გარდაუვალია, რომ ის ცოდვაში ჩავარდეს. ამიტომ დღევანდელ დღეს ჩემი თხოვნა და ჩემი სიტყვა იქნება ამ მიმართულებით, რომ არ განვიკითხოთ და მით უმეტეს სასულიერო პირი, მით უმეტეს ხელდასხმული, ქარიზმატული მღვდელი, ქრისტეს მღვდელი, რომელიც დგას აი ამ მოსეს საყდარზე და აი ამ საშინელი ადგილიდან თქვენ გიზიარებთ იმ მადლს, რომელსაც თქვენ იღებთ და რომელითაც აუცილებლად გადარჩებით. გესმით, თქვენი გადარჩენა არ დაბრკოლდება. აუცილებლად გადარჩებით. მადლითა, წყალობითა და კასტმოყვარებითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჩვენის დიდება, სული წმინდით ურთულობუნითი უკუნისამდე. ამინ.